აღსანიშნავია, რომ დავასრულეთ 2026 წლის ბიუჯეტის გეგმაზე მუშაობა. გვექნება უპრეცედენტოდ მაღალი ბიუჯეტი 2026 წელს, მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა. ამ მასშტაბის ბიუჯეტი ნიშნავს უპირველეს ყოვლისა ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის მეტშესაძლებლობების საფუძველს. მეტი ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, ნიშნავს მეტი პროგრამების გაჩენას, როგორც სოციალური, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით. გამარჯვების თვე იყო დამეთანხმებით არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. პირველ რიგში მინდა მივმართო მუნიციპალიტეტების მერებს, გილოცავთ უფლებამოსილების განხორციელების დაწყებას, გისურვებთ წარმატებულ ნაყოფიერ საქმიანობას მუნიციპალიტეტების განვითარების საქმეში. მნიშვნელოვანი სეზონი გვაქვს რეგიონში. გულისხმობ ციტრუსის მოსავალს, რაც ჩვენი რეგიონალური ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი საყრდენი. ამ მიმართულებითაც გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გავხსენით საკოორდინაციო შტაბი, რომელიც ხელშეუწყობს ციტრუსის რეალიზაციას და ზოგადად ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად განხორციელებას. გასულ კვირას აჭარა ევროპის 4 სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. ეს აღიარება აუცილებლად ჩვენს რეგიონს მსოფლიო ტურისტულ რუქაზე კიდევ უფრო მკვეთრად გამოხატავს. საგანმანათლებლო მიმართულების წარმატებას მინდა შევეხო. მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოებაზე 10 დაჯილდოებულთაგან 2 იყო სწორედ ჩვენი რეგიონის წარმომადგენლები და კიდევ ერთხელ ულოცავ მათ ამ წარმატებას.